ქართული ოცნების გადაწყვეტილება ცნობილია. ივანიშვილის გუნდს სურს, რომ 8 პოლიტიკური ლიდერი ციხეში გაუშვან ისე, რომ სასამართლოს ხდომები იყოს დახურული და საზოგადოებამ ვერ ნახოს რა მტკიცებულებები დევს ოპოზიციის დევნის საქმეზე. მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო. თამარ მახარობლიძე არის ის მოსამართლე, რომელიც ქართული ოცნების ექსპერტობაში ადვოკატებმა ამხილეს. ის წლების განმავლობაში ოპოზიციის წინააღმდეგ აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს და დღეს ახლა ბზაჯულის სკამზე ზის იმისთვის, რომ გაასამართლოს პოლიტიკური ლიდერები. ჩვენთან ერთად იმყოფებიან ახლა ბრალდებული პოლიტიკური ლიდერები, ისინი ისაუბრებენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ზურაბ, პირველ რიგში კითხავთ სასამართლოს ხდომის დახურვასთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლისგან, რომ ხდომა უნდა იყოს დახურული, ისე ვერ ატარებს. რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი იყოს საჯარო და ხალხმა გაიგოს რა მტკიცებულებებია თქვენ საქმეში? მან თავარი არგუმენტი რაც თქვა ის გამოც დახურა, რომ არასერიოზულად უყურებთ სასამართლოს და გეცინებათ და ნებისმიერ ადამიანი ვინც 45 ტომში ჩაიხედავს და არ ვინც აქ დაესწრება თუნდაც 5 წუთი და ნახავს რა ხდება, გაგეცინება რა, ჩვენც გვეცინებოდა, ყველას ეცინებოდა. შეუძლებელი არ გაგეცინოს, იმიტომ რომ რაღაც მასკარადში იღეთ მონაწილეობას და თვითონ მოსამართლე ეს სპეციალურად წამოვიღა აქ არის ამობეშტილი ამ მოსამართლის მიერ გაკეთებული კომენტარები წინაწლების განმავლობაში. ანუ ეს მოსამართლე, რომელიც ახლა ჩვენი მოსამართლე არის ადამიანი, რომელიც მუშაობდა საკმაოდ დიდი მაკულატურა. კი, ბევრი ყველა თემაზე, მთელი ამ წლების განმავლობაში ოცნება რაც კი მავნებლობდა, ყველაფერია გაправებული, ყველაფერი. მათ შორის აი ნიკა გვარამია, რომელიც ახლა ეს ჩემთან ერთად არის ჯავდებული, რომელსაც 3 წელი მიუსაჯა მურუსიძის სასამართლომ. იმ საქმეზე ეს მოსამართლე ითხოვდა, რომ 9-დან 12 წლამდე მიუსაჯეთო. და იმაზე მეც ითხოვდა, რაც მოსამართლე მიუსაჯა და ეხლა არის ჩვენი მოსამართლე. ანუ იყო ადამიანი, რომელიც აი უცნობი ექსპერტები რო არიან, ხო იცი, იმედი და პოსტი რო ქარდავს ხოლმე და ყველა რო კითხულობს, რომ ეს ვიღა არის, რაღაც აი ეგეთი ექსპერტი იყო, რომელიც არავინ არ იცოდა ვინ იყო და ეხლა გავუხდიათ მოსამართლე და არის ჩვენი მოსამართლე და უნდა გადაწყვიტოს ჩვენ გაგვიშვათ 15 წუთში თუ სერიოზულად რომ შევხედოთ ამ საქმეს, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა გაიგოს რა მტკიცებულებებია თქვენ წინააღმდეგ. არანაირი მტკიცებულები არ არსებობს. ამის გასაჯაროება არ აწყობს ქართულ ოცნებას? საერთოდ არ რისის უნდა დისის დახურა მართლა, ანუ გაუგებარია რისთვის დახურა. არაფერი ისეთი არ ხდება და გასაგებია რომ ვიღაცას დარბაზში რაღაცაზე გაეცინა. მეც სულ ვიცინოდი, სულ მეცინებოდა, იმიტომ რომ რავი ხა ის არის რა შეიძლება მართლა ხა გასაგებია 15 წელი მემუქრება, მაგრამ რაც ხდება და რაზეც ლაპარაკობენ, შეუძლებელი არ გაგეცინოს. ხო და ყველა შემდგომაც ხადა ჩვენ ჩააგდო, ყველა შემდგომა რომელიც ხო პროკურატურის ხადა დააკმაყოფილა, სტანდარტული ამბავი და ბოლოს დახურა და თქვა რომ დახურული იქნებაო. და რავი, ყოველ შემდგომ ხდომაზე შეგვიძლია დავაყენოთ შემდგომა გახსნაზე და მაღალაბათობით ყოველ ჯერზე გვეტყვის რომ არა უნდა გაგზავნოს დახურული, იმიტომ არასერიოზულად უყურებთ პროცესს და ხო სერიოზულად ვერ უყურებთ. გვეცინება, როგორი საშიშადაც არ უნდა ჟღერდეს ჩემთვის პირადად 15 წელი ციხე, მაინც სასაცილოა ეს ამბავი და ყველა სასაცილოა. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. ზურა ჯაფაიდეს, ნიკა გვარამია ისაუბრებს ახლა ჩვენს ეთერში. ბატონო ნიკა, ჩაქუჩის დაარტყმა გააპროტესტა ადვოკატმა. შემდეგ თქვენ თქვით რომ არ გეშინიოდათ ამ ჩაქუჩის დაარტყმის, თუმცა მაინც მიიღო დახურვის გადაწყვეტილება სასამართლო. პირველ რიგში საჯაროობა ავუხსნათ მაყურებელს, რატომ არის? ჯერ მარტივად გაჩვენებთ რას ველი ხოლმე ამ სასამართლოდან, აი ოპერატორს თუ არ დაეზარება, თუ არ შეწუხდება, უშნუროკო ფეხსაცმელები დავდივარ, ბოდიში უთასმო ფეხსაცმელებით ყოველთვის ამ სასამართლოში ალბათ ხვდებით რატომაც, რომ სულ მგონია რომ აქედან პირდაპირ ციხეში წამიყვანენ ნებისმიერ პროცესს. ნახვეთი იყო გადასასინჯი. კი, არ ველოდი, სხვა უბრალოდ სამშობლით მოსალოდნელი იყო ციხე და ციხეში არ შეიძლება თასმების, მაინც რო იცოდეთ. აქ მოდით ხოლმე მომზადებულები. ნახევრად ხუმრობით, სულ არ არის ეს ხუმრობა სინამდვილეში. იცი რა, ამათი სტანდარტისთვისაც ასე სასამართლოში მოქცევა მოსამართლის და ესეთი ტიპის ბრალი ზოგადად როცა არ იცი რაზეა ლაპარაკი, ამათი სტანდარტისთვისაც უცნაურია, მაგრამ ნუ რას ვიზავთ? თავარია ჩვენ რას ვიზავთ სინამდვილეში, თორე ესენი რას იზავენ, კოცები და მათი მოსამართლეები ხო გასაგებია ისედაც. ამიტომ ჩვენი მოქმედება მთავარი ეხა და უნდა ვიმოქმედოთ. რაც შეეხება სასამართლოს ხდომის დახურვას, ნუ ნახოთ შემდეგ ხდომაზე კიდე დავაყენებთ გახსნის შუამდგომლობას, ნუ მინიმუმ მედიისთვის მაინც და უცხოელი დამკვირვებლები. შემიძლია მოსამართლეზე არ კითხოთ, რადგან ეს არის მოსამართლე, რომელსაც არაერთი პოლიტიკური განცხადება აქვს გაკეთებული თქვენი მისამართითაც მათ შორის და ამ მოსამართლე რა გონია, სხვანაირად ვერ გახდებოდა კონცეფცია. კონვენციის დარღვევა თუ ფიქსირდება ევროსასამართლოში თუ მნიშვნელოვანი იქნება ის მტკიცებულებები და შუამდგომლობები, რომელიც დღეს განიხილა სასამართლოში. ერთ მნიშვნელოვნად ახლა საბოლოო ჯამში გასაგები იყო რომ არ აიცილებდა ეს მოსამართლე, მაგრამ ჩვენ ესეთ მისი გადაწყვეტილებები გვაწყობს. იმიტომ რომ თუ მოსამართლის აცილების საფუძველი არსებობს, იქ მე რაც არ უნდა იმსჯელოს და როგორც არ უნდა ასაბუთოს, ეს უპირობო გაუქმების საფუძველია საქმის. ხა ადამიანი რომელიც 6 წლის წინ მისჯიდა 9-დან 12 წლამდე პატიმრობას, იმუხლით რომ
რომელიც კონცეფციაც კი არ მოსულიათ თავში, ხა ეს ადამიანი ჩემს მიმართ მიუკერძოებელი როგორ იქნება, ხო? აი აღკვეთი განიხილა დღეს მაგალითად, მერე განაჩენი უნდა დააყენოს ხო ამ საქმეზე. ნუ გასაგებია რა. სასამართლოს უფლება არის წარქმეული? არ არსებობს. ეს კვალიფიკაცია შეგვიძლია. არ არსებობს სამართლიანი სასამართლოს უფლება, როცა მოსამართლე არის ღიად და ხაზგასმულად უსამართლო ნებისმიერი პროცესის მონაწილის მიმართ და თან რას ფიქრობს იგი სინამდვილეში ეს კი არ არის გადამწყვეტი, უფრო დაბალი სტანდარტია აცილებასთან დაკავშირებით, ესეთად არც უნდა ჩანდეს ობიექტური, ასე ვთქვათ, დამკვირვებლის თვალში და ხა რანაირად არ ჩანს ობიექტური დამკვირვებლის თვალში ადამიანი მიკერძოებულად, როცა წლების განმავლობაში ჩემზე იძახდა რომ უნდა გაუშვათ ციხეში, აი ხა აქვს თვითონ შესაძლებლობა რომ ციხეში გამიშვას, აბა რას იზავს, როგორ წარმოგიდგენიათ? მაგას რა თქმა უნდა, წარმატებები. მადლობა ნიკა გვარამიას უსმენდი, დღეს აღკვეთი ღონისძიება გადაისინჯა, მას 30,000 ლარიანი გირაო დააკისრა სასამართლომ და ჩამოართვეს პასპორტი. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, ჩვენ მოვისმინეთ ბადრი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის პოზიციები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შეგვიძლია ახლა ეს პოზიცია მოვასმენინოთ მაყურებელს. ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ის რაც ახლა ქვეყანაში და სასამართლოში ხდება, ეს არის ქვეყნისთვის პირველ რიგში საზიანო. ასეთი პროცესის დახურვა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებისთვის უცნობი დარჩეს ის აბსურდული ბრალდებები, რომელსაც ჩვენ ახლა ხვდებით ამ სასამართლო პროცესზე, რომელიც რეალურად არის, ჩემს ესეთი პროცესი არის ქვეყნის და სახელმწიფოს საბოტაჟი. თუ კი რაიმე შეიძლება იყოს საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოსი არის ეს პროცესი და ჯგუფური გასამართლება ოპოზიციის. ხო, გადაწყვეტილება რომ უბრალოდ სხდომა დაიხურა ფაქტობრივად არაფრის გამო. მე იმედი მაქვს რომ შემდეგ სხდომაზე მაინც გაიხსნება და თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა დაესწროთ თქვენი თვალით ნახოთ რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე. დიდი ეროვნული თანხმობა გვჭირდება იმასთან დაკავშირებით რომ ავაშენოთ სამართლებრივი, სამართლიანი, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანს ექნება თავისი ინტერესების დაცვის უფლება. ყველაფერი საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის დევნის საქმეზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე ძალიან ხშირად ჩაქუჩს აბრახუნებდა და ადვოკატებმა მას თხოვეს, რომ ცივილურად შეეძლო წაემართა სასამართლოს ხდომა და ჩაქუჩის ბრახუნს შეშვებოდა. თუმცა მოსამართლემ ეს რეპლიკა ბექაბასილაიას მხრიდან გაჟღერებული შეურაცხყოფად მიიღო. შემდეგ სიტყვიერი დაპირისპირება იყო მათ შორის, დაემუქრა ადვოკატს გაძევებითაც კი მოსამართლე. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ სხდომათა დარბაზიდან დამსწრე საზოგადოება მოსამართლემ გააძევა და სასამართლო პროცესი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე, სადაც 8 პოლიტიკური ლიდერი უნდა გასამართლდეს, სასამართლომ დახურა. სხდომა დაგვეტოვებინეს მედიის წარმომადგენლებსაც. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა სხდომის ოქმიდან გარკვეული ფრაგმენტი და ნახოთ როგორ დაიძაბა ვითარება ადვოკატსა და მოსამართლეს შორის.
მას ასე ოცნებას დამორჩილებული სასამართლოს გადაწყვეტილება არის, რომ რა პოლიტიკური ლიდერი ისე გაასამართლონ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები საზოგადოებამ ვერ ნახოს. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კითხვები პროკურორისთვისაც დაგვესვა, მან თქვა, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ სასამართლოს ხდომა იქნება დახურული, შეუძლია დადგეს მედიასთან და გითხრას, ვის დაკითხავს, როდის და რა სიტყვიან მოწმეები, როგორც ჩანს პროკურატურას სურს, რომ სიტყვაზე ვენდოთ სახელმწიფო ბრალდებას და მედიის წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმის განხილვას.